გამორჩეული, არაორდინარული, საოცარი ადამიანი. ასე ახასიათებენ კოლეგები და მეგობრები ერასტი ვაჩნაძეს. დიდ მეცნიერს, რომელმაც მთელი ცხოვრება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების კვლევას მიუძღვნა და რომლისთვისაც მათთან მუშაობა ორმაგად საპასუხისმგებლო იყო. 7 წლის იყო პატარა ერასტი, როდესაც ქართულ გიმნაზიაში მიიყვანეს, სადაც ცნობილი პედაგოგები ასწავლიდნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, პეტრე მირიანაშვილი, თამარ ლომოური, ნინო ბაქრაძე, იაკობ ნიკოლაძე და ზაქარია ფალიაშვილი. მათ შორის იყო ასევე დეკანოზი კალისტრატე ცინცაძეც, რომელიც გიმნაზიაში პატარა ერასტის არა მარტო საღვთო შულს ასწავლიდა, არამედ მაღალი ზნეობის და კეთილშობილების უხმო მქადაგებელიც იყო. სკოლაში ერასტი განსაკუთრებული მუსიკალური სმენითაც გამოირჩეოდა. ის ქართულ გიმნაზიასთან არსებულ დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გალობდა, რომლის ლოტბარიც დიდი ზაქარია ფალიაშვილი იყო. ერასტი ვაჩნაძე ნახევარი საუკუნის მანძილზე იყო დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი და მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა თავად ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელთან. პარალელურად დიდი მეცნიერი მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებადმცოდნეობის ფაკულტეტზე განაგრძობდა და არაერთი წარმატებული თაობა აღზარდა. ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი განწყობის ფსიქოლოგიას სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლის სტუდენტებს, რომელიც ქცევის მიზანშეწონილობის ასახსნელად შემუშავებული თეორიაა. ფსიქოლოგი დიდი მეცნიერის შესახებ გვიამბობს. ერასტი ვაჩნაძე გახლდათ ქართველი ფსიქოლოგი, შეიძლება ითქვას დღეს უწოდებენ ესეთი კომპეტენციის ფსიქოლოგებს, კლინიკურ ფსიქოლოგებს. ის მოღვაწეობდა ლენინგრადის კორსაკოვის სახელობის ინსტიტუტში და ასევე მოსკოვის ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში, მაგრამ მისი მთავარი მოღვაწეობის სფერო ეს იყო უზნაძის სახელობის თბილისის, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი და ფსიქიატრიული კლინიკა, რომელიც გახლავთ მიხეილ ასათიანის სახელობის. ის მუშაობდა სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებთან და მისი მოღვაწეობა ამით არის ბატონი ერასტი გამორჩეული, რომ არ იყო ესეთი საზღვრებში და ჩარჩოებში ჩასმული, რომ მხოლოდ შემოფარგლული იყო ის პაციენტების დიაგნოსტირებით მაგალითად და შეფასებით, რაც ფსიქოლოგს ევალება ზოგადად კლინიკაში. ის იყო მკვლევარი ფართომნიშვნელობით და ის იყო განწყობის ფსიქოლოგიის, ჩვენი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის, ასე ვთქვათ, მთავარი ღერძის, რაც არის და რაზეც არის ქართული ფსიქოლოგიური სკოლა დაფუძნებული, ის აი ამ განწყობის ფსიქოლოგიის მკვლევარი გახლდათ და მას აქვს ჩატარებული ძალიან ბევრი ექსპერიმენტი იმისათვის, რომ გაემდიდრებინა განწყობის თეორია და მეორე მხრივ თვითონ პათოფსიქოლოგიის სფეროც გაემდიდრებინა განწყობის ფსიქოლოგიით, რათა ახსნის, დიაგნოსტირების, მკურნალობის და ასე შემდეგ საკითხები ყოფილიყო უფრო თეორიულ საფუძველზე დაფუძნებული და შესაბამისად უფრო სანდო და მეცნიერული. უნდა ითქვას, რომ ბატონი ერასტი ვაჩნაძე ასწავლიდა თვითონ სამხატვრო აკადემიაში ფსიქოლოგიას. და როგორც იხსენებენ თვარსდები ბატონი ბესიკ არბორლიშვილი, რომელიც იყო მისი მოსწავლე სამხატვრო აკადემიაში, იხსენებენ მისი მოსწავლეები რა არა ჩვეულებრივად საინტერესო იყო ბატონი ერასტის ლექციები, იმიტომ რომ ზოგჯერ მუსიკას ასმენინებდა და ამ მუსიკის დახატვას თხოვდა. კვლევის პრობლემის შერჩევა ნაწილობრივ იმ თეორიებითაა განპირობებული, რომელთა ფარგლებშიც ხდება მონაცემთა ახსნა. თეორიები კი ორმაგ ფუნქციას ატარებს. ისინი არა მარტო ხსნის მიღებულ შედეგებს, არამედ ავლენს შემდგომ პრობლემებს, რომლებიც თავის მხრივ შესწავლას და ახსნას საჭიროებს. ხშირად მკვლევარები სამუშაო პროცესში ექსპერიმენტულ მეთოდებსაც იყენებენ. ერასტი ვაჩნაძეც საკუთარ სტუდენტებთან სხვადასხვა ექსპერიმენტს ატარებდა. მისი კვლევის საგანს წარმოადგენდა სულით დაავადებული ადამიანების მხატვრობის თავისებურება. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევა, შემოქმედება ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებთან. ყვავილები კალათაში, მზე, დედამიწა, სიმბოლოები, ფიგურები, რელიგიური თემები ხშირად სჭარობობს შიზოფრენიის მქონე ადამიანების სამყაროში და ამის ნათელი მაგალითია კორსაკოვის კლინიკაში შექმნილი ნახატები.
მისი მთავარი დამსახურება, აი თქვენ რომ ნახოთ მისი ბიბლიოგრაფია და მისი შრომების ჩამონათვალი, მისი კვლევის სფერო, გახდათ შემოქმედება ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებში, მათ შორის შიზოფრენიით, ეპილეფსიის მქონე ადამიანებში, შიზოფრენიის მქონე ზრდასრულებისა და ბავშვების ნახატების ერთმანეთთან შედარება, ასევე სიურრეალისტი მხატვრების და ესე ვთქვათ შიზოფრენიული აშლილობის მქონე ადამიანების მხატვრობების ერთმანეთთან შედარება და ამავე დროს იცით რა ეს ყველაფერი მეტყველებს ვინც არის პროფესიონალი ამას კარგად მიხვდება ფსიქოლოგი ვინც არის რომ რამდენად სწორად არის ჩატარებული ნახეთ შიზოფრენიის მქონე მხატვარი და შიზოფრენიის მქონე პაციენტი რომელიც მხატვარი არ არის ანუ ყველა კომპონენტი არის ერთმანეთთან შედარებული რომ რაც შეიძლება სუფთა მონაცემი ყოფილიყო ადამიანის ფსიქიკასთან დაკავშირებით გასული საუკუნის მეორე ნახევარში ერასტიმ დიმიტრი უზნაძის მოსაზრებაზე დაფუძნებით ჩაატარა ექსპერიმენტი, სადაც ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა ადამიანების ხმების მიხედვით შექმნეს მათი პორტრეტები. ბატონი ერასტის დასკვნა იყო ასეთი, რომ ეს განსხვავებულია, იმიტომ რომ როდესაც სიურრეალისტი მხატვარი ქმნის თავის ნაშრომს, მაინც არ არის თავისუფალი აზროვნების პროცესისაგან და ეს მან დაამტკიცა თავის სტუდენტებთან ჩატარებული ექსპერიმენტით. ის ჯერ აძლევდა დავალებას მათ და ჩვენ შეგვიძლია შემდგომში ვნახოთ ეს ნახატები, რომელიც არის მხატვრების მიერ შექმნილი, რომელიც არის მხატვარი შიზოფრენიის მქონე ადამიანების მიერ შექმნილი და უბრალოდ შიზოფრენიის მქონე ადამიანების მიერ შექმნილი და მათ შორის არის მნიშვნელოვანი მსგავსება და მნიშვნელოვანი განსხვავება და რაში მდგომარეობს ეს განსხვავება. რაც არ უნდა სპონტანურობას ცდილობდეს მხატვარი, ეს არის მაინც მცდელობა და ეს ვერ ჩაითვლება ინტროგენულ ქცევად. ამას სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს თვითონ, ვიდრე პრაქტიკული ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე აი პირველი ექსპერიმენტის შემთხვევაში და მეორე ექსპერიმენტის შემთხვევაშიც ბატონი ერასტი ვაჩნაძე ეკითხებოდა უკვე მხატვრებს, რას გრძნობდნენ, რას ფიქრობდნენ, როდესაც ხატავდნენ და სტუდენტები ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვცდილობდით არარსებული საგნები ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა, რაღაცას რომ ხატავდით, ხვდებოდით, რომ ის არ გამოგვდიოდა, რაც ჩვენ გვინდოდა, სადაც ერთვება აზროვნება, ეგ სპონტანურობაზე ლაპარაკი ზედმეტი არის და ეს არის მთავარი განსხვავება შიზოფრენიასა და ესე ვთქვათ მხატვრობას შორის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ესე ვთქვათ იქ შეიძლება მხატვარს ბევრი შესაძლებლობები ჰქონდეს ოპერაციული, მან ხატვა იცოდეს უბრალოდ და არ იცოდეს შიზოფრენიის მქონე ადამიანმა, ის სპონტანურობა შეიძლება ვერ არის მაინც მხატვრობაში ვერ მიიღწევა და ეს იქნება უფრო შედეგზე ორიენტირებული ქცევა, ვიდრე პროცესზე ორიენტირებული და ასე რომ აი ეს სიღრმეები, რაც ერთი მხრივ ხელოვნებისთვის არის საჭირო და მეორე მხრივ საჭირო არის მეცნიერებისათვის, აი ამ ორი სფეროს იდეალური დაკავშირება იყო ბატონი ერასტი ვაჩნაძე და ეს მისი ძალიან დიდი დამსახურება. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი ცნობილი ბატონი ერასტი ვაჩნაძის ექსპერიმენტების სახელით, სანამ მის უშუალო აღწერაზე გადავიდოდეთ, პატარა ისტორიული ექსკურსი, საიდან მოვიდა ზოგადად ეს იდეა. ეს იდეა მაინც დიმიტრი უზნაძეს ეკუთვნოდა და ბატონმა დიმიტრი უზნაძემ ლადო გუდიაშვილთან ერთად, ცნობილ ქართველ მხატვართან ერთად დაიწყო ესეთი ექსპერიმენტების ჩატარება. ამის შესახებ არსებობს ლადო გუდიაშვილის მოგონებები, ჩანაწერები. ამ ჩანაწერების ხელნაწერები ინახება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ის ამბობს, რა დავალება მისცა მას უზნაძემ და რას აკეთებდა. დაახლოებით ესე გამოიყურებოდა ექსპერიმენტი, რომ შირმის მიღმა დგას ადამიანი და კითხულობს რაღაც ტექსტს და ხმის ინტონაციის მიხედვით ჩვენს მეტყველებას აქვს პარალინგვისტური მახასიათებლები, ანუ ესეთი მახასიათებლები, რომლებიც შინაარსს კი არ ცვლის, მაგრამ ეს არის ინტონაცია, ეს არის ტემბრი, ეს არის კილო, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს იმ ეთნიკური წარმომავლობის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და აი ამ შთაბეჭდილების მიხედვით, როგორც ცვლის ხელოვანის განწყობას, ხელოვანი ადამიანები ძალიან გრძნობიარები არიან ძალიან ბევრი ისეთი კომპონენტის მიმართ ადამიანთან მიმართებაში, რაც შეიძლება ჩვეულებრივმა ობივატელმა შეიძლება ვერ შენიშნოს, არა? ამიტომ აი ეს მომენტები, როგორ დახატავდა ამ ადამიანს ხმის ტემბრის მიხედვით და იქნებოდა თუ არა რაღაც შესაბამისობა, ესე ვთქვათ,
ფიზიკურ გარეგნობას, ანუ ჰაბიტუსსა და თვითონ აი შექმნილ პორტრეტს შორის და გაოცებული იყო თვითონ ბატონი ლადო, რომ აი რატომღაც, აი არ ვიცი რა გრძნობით, არაცნობიერი, ესე ვთქვათ, რაღაც იმპულსებით იყო გამოწეული ის, რომ ფიზიკურად გავდა დახატული ადამიანი, ყოველ შემთხვევაში ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები ემთხვეოდა ადამიანის გარეგნობასა და აი ვთქვათ მოსმენილ ხმას შორის და წარმოსახვას შორის, რომ ეს ესე ვთქვათ იწვევდა გაოცებას. ეს ექსპერიმენტი განავრცო ბატონმა ერასტიმ და ეს უკვე სრულყოფილი ექსპერიმენტი იყო ჩატარებული ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც შემდგომში უზნაძის სახელს ატარებდა და ჩვენი ცნობილი ფსიქოლოგები ჩამოვთვლი რამდენიმე მათგანს, ეს გახლავთ ბატონი ალექსანდრე ფრანგიშვილი, რომელიც შემდგომში იყო ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი დარეჯან რამიშვილი, ესენი არიან ყველა უზნაძის მოსწავლეები, ბატონი ზოსიმე ხოჯავა, ბატონი მიტო ნორაკიძე, ქალბატონი ელენე კეჟერაძე, გოცა კეჟერაძე, ქალბატონი ნინო ადამაშვილი, ესენი ყველა ჩვენი პედაგოგები იყვნენ, ანუ ჩვენ გვასწავლიდნენ უზნაძის მოწაფეები, უშუალო მოწაფეები და ეს ადამიანები კითხულობდნენ ტექსტს ასევე ფარდის მიღმა, ისეთი მასალა შემოგრჩა ჩვენ ამის შედეგად, ადამიანის მენტალობიდან რაც შეიძლება მოდიოდეს და ხმამ რაც შეიძლება მოიტანოს ხელოვანამდე, ნამდვილად გასაოცრად არის ეს ასახული. ბატონი ერასტი ვაჩნაძის დამსახურებაა, რომ ჩვენ ეს უნიკალური მასალა გვაქვს და შეგვიძლია დათვალიერება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების ფონდში ცნობილი მეცნიერის ერასტი ვაჩნაძის უნიკალური არქივი ინახება. 1944 წელს ფსიქოლოგმა მხატვრები ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, უჩა ჯაფარიძე, სერგო ქობულაძე, თამარ აბაკელია, ფარნა ლაპიაშვილი და კორნელი სანაძე ერთად შეკრიბა და საინტერესო ექსპერიმენტში ჩართო. მათ მიერ შექმნილი ჩანახატების ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. 2017 წელს ქალბატონებმა ლალი ბანძელაძემ და მაია ხეჩენაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს ერასტი ვაჩნაძის არქივის ნაწილი. კონკრეტულად ეს იყო ექსპერიმენტის მასალები, რომელიც შემორჩა და გადარჩა დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიის თეორიის დამუშავების პროცესში ჩატარებული ექსპერიმენტებიდან. ეს ექსპერიმენტი, როგორც ჩვენს ხელთ არსებული მასალა იძლევა საშუალებას, რომ დავადგინოთ, ჩატარდა 1954 წელს დასაწყისში. სამწუხაროდ ერასტი ვაჩნაძის დასკვნები ან შედეგები ამ ექსპერიმენტის შესახებ არ შემორჩენილა და ამდენად ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენს ხელთ არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ექსპერიმენტის მასალები თვითონ და შთაბეჭდილებები, რომელიც დატოვეს ამ ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებმა. მოკლედ ექსპერიმენტში მონაწილეობდა ორი მხარე. ერთი მხარე იყო ჩვენი ქართველი 7 ცნობილი ქართველი მხატვარი, საკვლევი ობიექტებს წარმოადგენდნენ დიმიტრი უზნაძის თანამშრომლები, მოსწავლეები, ინსტიტუტის ახალგაზრდა თანამშრომლები, რომლებსაც ჩვენი ქართველი მხატვრები არ იცნობდნენ. ექსპერიმენტი მდგომარეობდა შემდეგში. იყო გარკვეული შირმა, ეკრანი, რომლის მიღმა, ისე რომ მხატვარი ვერ ხედავდა, იჯდა უცნობი ობიექტი, ქალი ან მამაკაცი და საუბრობდა სხვადასხვა თემაზე. საუბრის მანერის, ინტონაციის საშუალებით მხატვარს ეძლეოდა ამოცანა, რომ შეექმნა ამ ადამიანის პორტრეტი. ძალიან საინტერესოა, რომ უკვე მოგვიანებით 21 წელს ქალბატონი თეა ჭანტურია, ფსიქოლოგი, ესევე დაგვეხმარა და თავის კოლეგებში და მათ ოჯახებში მოიკითხა ეს ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების ფოტოები. და ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება საცდელი ობიექტები, ესე რომ ვთქვათ, ამ ადამიანების რეალური ფოტოები, გადაღებული 50-50-იან წლებში და უკვე ძალიან საინტერესოა შედარება ქართველი, ანუ ხმის ინტონაციით შექმნილი პორტრეტების და ამ ადამიანების რეალური ფოტოების ერთმანეთთან შედარება.
ექსპერიმენტი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდა. ფსიქოლოგის დასკვნა ექსპერიმენტის შესახებ არ მოიპოვება, თუმცა იშვიათ გამოცემათა განყოფილების ფონდში ლადო გუდიაშვილის და ფარნა ლაპიაშვილის ხელნაწერიცაა, რომელიც მხატვრების შთაბეჭდილებებს ინახავს. ჩვენ ხელთ არის ასევე ლადო გუდიაშვილის და ფარნა ლაპიაშვილის შთაბეჭდილებები. ხმის გაგონებისთანავე თვალწინ წარმომიდგა რამოდენიმე ბუნდოვანი სახე ადამიანებისა. სმენის პროცესში ვაკვირდებოდი ამ სახეებს და განაგონ სიტყვებს მათთან ვაკავშირებდი. ზოგი სახე უფრო ბუნდოვდებოდა, ქრებოდა, ზოგი კი უფრო ნათელი და გარკვეული ხდებოდა. საბოლოოდ იმ ბაგესაც ვხედავდი, საიდანაც ეს ხმა ამოდიოდა და უკვე გურძნობდი რაღაც ერთიანობას სახესა და განაგონ ხმას შორის. ნამდვილად იგი ლაპარაკობდა. მეორე შემთხვევაში გონება ცდილობდა რაღაც კავშირის გამონახვას განაგონ ხმასა და ჩემს წარმოდგენაში მყოფი სახეებს შორის. საბოლოოდ შემრჩა სახე, რომელთანაც ეს ერთობა როგორღაც მაინც შედგა. ამას წერს ფარნა ლაპიაშვილი. ლადო გუდიაშვილის შთაბეჭდილებები. ჩემთვის უცნობი პიროვნება საჭირო იყო ხმის საშუალებით წარმომესახა. მეტყველების ბგერების მეოხებით აღმედგინა მისი სახე. როგორც ირკვევა, ხმას ჰიპნოტიური თვისებები ჰქონია, რომლებიც ამ დროს წარმართავენ მხატვრის ხელს. აგრეთვე იწვევენ და აღვიძებენ მასში ზოგ ახალ გრძნობებს, რომელთა შემწეობით ხდება ამ ეკრანის უკან მყოფი პიროვნების წარმოსახვა, რომელიც ცდის მიზანს წარმოადგენს. ამგვარ შემთხვევაში ხდება მხატვრის აზრის და გონების დაძაბვა, გამახვილება. საქმე გვაქვს არარეალისტურ აზროვნებასთან, პიროვნება ჩვენს წარმოდგენაში იხატება ხმის გრძნობების, მისი ვიბრაციის მრავალფეროვნების საშუალებით. ესე იგი, ამ პროცესში მხატვარი იყენებს კიდევ ერთ დამატებით ფრიად מחვილ და ფაქის გრძნობას. მე სრულად კმაყოფილებით ვესალმები ამ ფრიად საინტერესო ცდებს და უსურვებ წარმატებას. მხატვარი ლადო გუდიაშვილი, 44 წლის იანვარი. ერასტი ვაჩნაძე არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ის ყოველთვის ინტერესდებოდა მხატვრული ხელოვნებით. არსებობს ჩანაწერი ერასტი ვაჩნაძის მოგონებებიდან. 1938 წელს დედაჩემთან ერთად ქაშვეთის ტაძრის ეზოში დავსახლდით. სწორედ მისი ჩუქურთმებით მორთული აღმოსავლეთის კედლის მხრიდან ბუნებრივად აღდგა წარსულის მოგონების ხატები. ეკლესიის ეზოში ეპისკოპოს დიმიტრისთან მოსულ მის უწმინდესობას კალისტრატე ცინცაძეს ხშირად ვესაუბრებოდი. სტუმრობდი სიონთან მდებარე კათოლიკოსის ბინაშიც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი მოვლენა ამ ურთიერთობებში ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოხატვა იყო. ყოველთვის მეფიქრებოდა, ტაძარი როგორ დარჩა მოუხატავი მეთქი. მახსოვს, ლადო გუდიაშვილი პარიზიდან რომ ჩამოვიდა, ვხვდებოდით, ვსაუბრობდით. ახლო მეზობლობამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა და მისი ბინის აივნიდან ხშირად შევცქეროდით მთვარიან ღამეებში შუქჩრდილით მოცულ ქაშვეთს. ერთ-ერთ ასეთ საღამოს ლადოს ვკითხე. ტაძარი რომ მოსახატი შეიქმნეს, არ მოხატავდით მეთქი? ლადო აემთო. იმ დღიდან სიმშვიდე დაკარგა და მალევე ესკიზების დამზადებას შეუდგა. ქაშვეთის ტაძარში შედგა იმ ესკიზის განხილვა, რომელზეც ლადო გუდიაშვილმა იმუშავა და რომელიც დღეს საკურთხევლის კედელზეა ასახული. ერასტი ვაჩნაძემ კი ქართულ საზოგადოებას უმნიშვნელოვანესი არქივი დაუტოვა, რის გამოც მისი სახელიც ისტორიას სამუდამოდ დარჩება.